Pavida Baraka რო ახსენეთ თქვენ მაგას წავკითხავ. პრემიერს აქვს 14000, პრეზიდენტს აქვს 14000, პარლამენტის თავმჯდომარეს 14600, პარლამენტარებს აქვს 11680 ლარი, მინისტრებს აქვს 12410 ლარი, მინისტრის მოადგილეებს აქვს 10000 ლარები, ცესკოს თავმჯდომარეს 12000 ლარი, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა პენსიებს გაცემს და 35 ლარით მოუმატა პენსიონერებს. დაენიშნა 14500 ლარი ხელფასი, ანუ 6000-ით გაიზარდეს ხელფასები და არ ვიცი ახლა ხვავდა ბარაკა მაგათ ოჯახებში არის ნამდვილად მართლა რომ ესეთი ის იყოს თქვი არაკორუმპირებული ქვეყანა არჩევნები ტარდებოდეს ძალადობა არ იყოს ქუჩაში არასახიჩებდნენ ადამიანებს და 51 პოლიტპატიმარი არ ყავს ახლა ახალგაზრდა ბავშვები რომელიც ახალ წელს შეხვდნენ ციხეებში არ ვიცი და ქვეყანა მქონდეს სადაც სასამართლო რეფორმა გატარებულია სადაც ყველა მოქალაქე არჩევნები ტარდება და მე და სხვა თქვა ოპონენტს არ გვიწევს იმაზე კამათი და ჩხუბით რომ გაყავდა თუ არ გაყავდა და ამერიკის ნარი ქვეყანა ვიყო და ან შვედეთის ან გერმანიის ან სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და დამოუკიდებელია პოლიცია დამოუკიდებელი არის სასამართლო დამოუკიდებელი არის პროკურატურა და ამავდროულად ეს რო იყოს ვიქნებოდ იდეალური ქვეყანა მაგრამ სამწუხაროდ იმით დგას ხალხი ქუჩაში და ამდენი ხანით ან ეს დავამატებ ბიზნესმენს და ბერს ეგონა გირჩის ამბობდა ამას მწვანე გირჩებს ვეძახით ჩვენ იმას იეგო ხვიჩიას აბა საცივს ჩაყოფს ქართველი ხალხი თავს და დაიშლება ეს აქცია მაგრამ ახალ წელს ისეთ რამე ნახა ზოგადად თავრობამ რომ რაც არც ერთ თორმას არ ნახე ახალ წელს ამდენი ხალხი ქუჩაში ხო მაგრამ პოლიტიკაში და რეალ პოლიტიკაში შედეგებით საუბრობენ ნიკა მადლობა ნახევარი და ეს დავამატე კიდე პირდაპირ ანუ რას ნიშნავს მაგნიტის აქტში მაგნიტის სიაში რომ ადამიანი ხო კი ბატონო ისა და ბიზნესის ქონება ამ ბოლო წლებში სხვათა შორის და რაც შეეხება ომს თუმცა 1.5 მილიონი არის დასანქცირებული ხო ვერ იღებს ამ თანხას მეტი ხო და მეტი რო არ დასანქცირებული იმის გამო რომ არჩევნები გავყოლ ქართულ ხალხს ამერიკა და დასავლეთ ჩვენ ახლა ჩინეთზე ლაპარაკობდა პატივცემულოდ ჩინეთის ეკონომიკა არ არის ესე ხულუბრყოდ არ უნდა მივიღოთ. ჩინეთმა სადაც ჩადო თავისი ფული, ამოიღო მისი ინტერესებიდან გამომდინარე 10-ჯერ მეტი და 100-ჯერ მეტი ისე რა ქვია უკან. და ისეთი ვალდებულებები აქვს სოფლიოში გაცემული, რომ გააკოტრა ბევრი სახელმწიფო და არ დებს ის ევროპაში და ამერიკაში ფულსო. დებს ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადვილად მოწყვალდი არის და აქ რო ხა ჩინური ბანკები გაგაცნეს და დასავლეთში რო არის დაბალი პროცენტები, ესე უნდა კაცო 2% არის მაქსიმუმ 7% აქვს საბერძნეთს სადაც კორუფციაც არის და ბევრი პრობლემები აქვს ევროპასთან ხო ყველაზე ღარიბი ქვეყანა საბერძნეთი ხო და შვედეთს იმაზე არ ვლაპარაკობ გერმანიაზე სადაც ჩვენ ევროკავშირის წევრები ხა გაგვიღეს კარები და ბიზნესმენს ფარდა ანუ სახეზე ნიღაბის აი რუსეთის მოიძროს და დაიწყო უკრაინის ომი და როცა დაიწყო დაჩქარებლად საქართველოს და უკრაინის და მოლდოვაში რატო არის ომი რატო არ არის ხაჩება რაც ყველა რეფორმა ჩაატარა უბრალოდ რეფორმა ანუ არ უნდა გაუშვას პოლიციას ხელი, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს, არ უნდა გაუშვას ხელი სასამართლოს, სადაც თავისი ადრე თუ იყო წინახალისწულების დროს ის საზღვრა საქმეს აკეთებდა ის მოსამართლეები, ეხლა გაკეთებშობილი და ხო ეხლა მაგრამ ის სხვა რა ვარ, პოლიქრონიას სხვა დაუკრავთ თავს კაცო, თვალების გვაქვს ჩვენ და ისტორიასაც არ ვივიწყებთ, ხო? მით უარი იმდენი ხალხი ქუჩაში არც არასამთავრობო ორგანიზაციების დაორგანიზებული ეს აქცია, არც პარტიების და არც შემდეგ, ხო? რაღაც თავიდან აქციები იყო, მე 28-ში რაც გააკეთა, რომ ჩვენ წვეთ ყველანაირ მოლაპარაკებს 28 წლამდე, ამან გამოიყვანა ქუჩაში ხალხი და ჩვენ ევროპული მომავლის დაკარგვა არავის არ უნდა, სადაც 70 წელი ომი არ ყოფილა ევროპაში საერთოდ. და ბალტიისპირეთმა რო შეგვასწრო 90-იანებში დასვენებულები არიან. გეოპოლიტიკური სურათი განსხვავებული ახალი გადანაწილების რუქას იძლევა, ფაქტია რომ გეოპოლიტიკური დაპირისპირების სურათი დაიწყო ერთი წუთით და ჯერჯერობით არჩვა აზიაზე თქმულა არაფერი და ჩვენც ვართ ამ ვიხარშებით ხო ამ სიტუაციაში და რეალურად ახლა საით მივდივარ და ევროპაში, აი ევროპას იმხელა კრიზისი აქვს ახლა ყველა ქვეყანას ჩვენ გონია რომ თავის არის კრიზისი. ანუ ცხოვრობს მოდი კითხე იმ მოქალაქეებს როგორ აისახა ფასების და მათ შორის. ჩემს ხავს შვედი მეუღლე და ცხოვრობენ ფასებმა არ მოიმატეს ევროპაში? ევროპაში ბოლო 2 წელია. მოიმატა კი, ხელფასმა მოიმატეს, არა მოიკლო, ხო? მაგას ვძახი და აი გეტყვი, მე თვითონ ცხოვრობდი კაც შვედეთში 2 წელი და საერთოდ ყველაფერი რომ გაჩერდეს. იმ ხელა ეკონომიკა და დოვლათი დაგროვებული ევროპაში რომ
კიდე 20-30 წელი ეყოფა იმ ადამიანს და ეს იმ სახელმწიფოსთვის, მაგრამ ის რატომ მოგახმარს შენ თავის დოვლაც? რამოდენიმე თვის უკან იტალიაში მოხდა ცვლილება პრემიერ-მინისტრი აიჩიეს თუ რაღაც ხო და აი მოქალაქეებს არც აინტერესებს, იმიტომ რომ რა არ აინტერესებს 61% მაკრონს უარს ეუბნება ვერ მაკრონზე არ უძახი იტალიაზე ვლაპარაკობ ხა და მაკრონსაც შეეხება მაკრონი დიდხანს არის ხელისუფლებაში და რაღაც პრობლემები შეიძლება ქონდეს და თან იქ მოქალაქეები გახდნენ ის არაბი არაბს არ ვერჩი არავის მაგრამ რომელიც პირდაპირ აწვევიან ფრანგულ ეკონომიკას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უბნებიერი არაბული და ევროპულ დოლარს რაღაც თავისი კრიმინალით და შემდეგ ძალიან აწუხებს თვითონ ფრანგ მოსახლეობას, იმიტომ რომ იმდენი შემოუშვეს და დააბინავეს და დააპყრეს, მაგრამ ვერ გააუდიან ფაქტიურად. ეგეც ყველა დიდი პრობლემა ევროპაში არის ეს. კი ბატონო, რეკლამაზე გავიდეთ. ჩვენთან შიმშილია და გას ვითხოვთ 20 ჩვენთან შიმშილია? ბაზარში გავყიდე ხა მე მოვდიო ყოველდღე წერონიდან ჩამოვდიო და დიდუბეში მოვდიო იქ ადამიანები ვაჭრობენ რა ვიცი ხედა ყოველდღე ქუჩაში დავდიო განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილი და ყობახიძის და შემდეგ კარგი მადლობა 21-ში იყო მოცემულობა როცა პუტინი შეიჯრა კიევში და 3 დღეში უნდა აიღო არ დახმარებოდა უკრაინას ხო არ დახმარებოდა არც იარაღით არც თქვათ აღჭურვილობით ანუ რო არ დახმარებოდა არავინ საერთოდ ხო მართლა 3 დღეში თორა შეიძლება ერთ კვირაში ხო აიღებდა ხო მაგრამ დაგეგმილი იყოვა ეს არა ეხლა ეხმარებიან რა არიღებს ანუ არ მიდის წინ რუსეთი არ მიიწევს წინ და უკრაინელები არ ხოცებიან სხვა ხოცები ომი არის რა უნდა გაკეთება ჩვენ და შემოვიდა 2000 რა უნდა ეკნათ დასავლეთს რომ შემოვიდა ჩვენ რა გავაკეთეთ ანუ რითი ანუ რო დაგვეხმარნენ რითი დაგვეხმარნენ აი 2008 წელს ის ვერ აიღეს და მიბრუნდა უკან გოლიდან რითი ვერ აიღეს გოლიდან მიბრუნდა პუტინი უკან მიაბუნეს. ანუ შენი ძახი რომ გადაიფიქრა და კეთილნებაზე ანუ წავიდა უკან. ხო და რითი შევაჩერეთ? ნიკა, აი ხა შენ შენ ბიჭემა შეაჩერეს 3 ან ომი შევაჩერეთ? შენ ჯერა რომ რუსეთს ომი შევაჩერებს, თუნდაც ჩვენები ქვეყანა? შენ ბიჭემა შეაჩერეს 3-4 დღეთ და ამასობაში ოლიმპიური თამაშები იყო მაშინ თემსოფლიო ის იყო რა ქვია შეებულებაში იყო და ეს ხალხი სარკოზი დარბოდა აქეთ იქეთ ხო გახსოვთ? თემსოფლიო ჩაერთო მაშინ შეეჩერებინა ეს ომის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ძალიან ისეთი თემაა ხო? ანუ ეს არის ილუზია, ეს არის ილუზია, რომ რა ვიცი, თუ ვის ჯერა, რომ ვის არ ვიცი, ალბათ ბევრს თუ ჯერა, არ ვიცი, მაგრამ ანუ ჩვენ თუ პრაგმატულად არ დავიწყეთ აზროვნება, ეს არის მხოლოდ სურვილი, რომ ჩვენ შევაჩერეთ, რუსეთს შეაჯერებს შენ ომით. ეს არის აბსტრაქცია რა, უბრალოდ თქვენ ხო გაცდე, ხა მე ვიცი. უბრალოდ რა, იცი? წეღანდა თქმა ამისი და გუშინაც ამაზე ვლაპარაკობ. დღეს რატო გამოვარდა და დაწერეს ამხელა ტექსტი, იმან რა ქვია, ქართულს მიწევრემა, ხო? იმიტომ რომ აგერაც გავცელდე ხა და ამაზე ჩვენ გუშინ ვლაპარაკობთ და ზუსტად ვიცოდით, რომ ოლიგარქი ბიზნეს და ყველას არწუნა იმაში, რომ ეხა ორბანი ჩვენი კაცია, ალაგებს იმასთან, რა ქვია, ტრამპთან და გუშინ დაასანქცირეს ამერიკამ ორბანის გარემოცვა მთლიანად. ანუ მისი რამოდენიმე თანამდებობის პირი, ხო? თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება არ ყოფილა. არ არსებობს ტრამპა ერთი გადაწყვეტილება არ მოეწონა ეხანდელი ეხლა რაც ვიღაც დაასანქციეს და თქვა არ არსებობს რომ გარდამავალ ხელისუფლების დროს ვიღაცებმა ჩუმად რაღაცები გააკეთონ, იმიტომ რომ იქ ამერიკა და ინსტიტუტები არის მარტო ის კი არა ორი ეს ჯო ვილსონი ვინ არის ხო ის რესპუბლიკელი არის ტრამპის მარჯვენა ხელი არის და მაგრამ არა ბოდიში არა წინააღმდეგობრივ იმამდე მივდივართ იმიტომ რომ ტრამპმა ომის გაჩერებაზე თქვა და 2 დღის წინ ადმინისტრაციამ თავის ძალაუფლების პირობებში უკრაინას ისევ გაუგრძელა ის მაგრამ მოვა ტრამპი და გადაიხედება როგორ ეს ტრამპმა გუშინად განცხადება როცა ამბობდა 24 საათში დავამთავრებ ომსო თქვა რომ რამოდენიმე თვე დაჭირდა ამიტომ რომ გუშინ წინ უბრალოდ უკრაინელები მეორე მხრიდან შევიდნენ კიდე რუსეთის საზღვარი გადალახეს და 1 საათში გაარჩევდა ანუ მოდით გადაცემა მიდის ბოლოსკენ შენი აზრით ჩამოაყალიბე და მე ვიტყვი რა ანუ ივანიშვილს ყველაფერი გამოეცალა აბსოლუტურად რა უნდა თქვას ეხა ანუ ტრამპზე იყო აგებული მე ლუკასთან ერთად ვიჯექი ამას წინ ერთ 60 თვის უკან და აქებდა ტრამპი ტრადიციული კაცი მოდის და მთელი ამბები და მე ვუთხარ რომ 2-3 თვეში თუ ისევ შეაქებ მაინტერესებს და 2-3 თვეში გინებას დაუწყებენ ტრამპსაც და ეხა ფოტო მაგუბრალოდ სოროსზე რო ლაპარაკობენ ბიზინა ივანიშვილი სოროსის ფონდს თვითონ აფინანსებდა ეს ადამიანი ეხა აქო სააკაშვილის 2000 იმაშიო რა ქვია 3-შიო რო დამფინანსებიო ფოტო უბრალოდ სოროსის და ბიზინა ივანიშვილის ეხა მაყურებელმა ციცის და მოკლე ისტორიაზეა გაცვლილი ეს ყველაფერი ხო მაგრამ ეგ რომელი წლის ფოტოა
2012-ს ეგ არის გაგიმარჯოს მე მაგას საუბრობ მეც რომ სამწუხაროდ სოროსი მართავდა ჩვენ ქვეყანაზე და ზმანი მათი მართავდნენ და ეხლა აღარ მართავენ ეგ არის მთავარი და იმიტომაც არის რომ ბიზნესმენებს რომ ებძვია ეს არის ფაქტი იმიტომ გახდა მიუღებელ სოროსი მარტივად რომ ეგ არის რომ თელი ცხოვრება რომ სოროსის ჭკუაზე დავდეოდით იმიტომ ვართ აი ამ დღეში და იმიტომ ფაქტია რომ დემოკრატიის განვითარებას აფინანსებდა ეს ადამიანები და ფონდები იყო და უბრალოდ რომ სასამართლო ყოფილიყო აბა მართლა ჯარს და იმას ვინ ჩაასვა ხო მაგრამ სოროსმა კი არ ჩაასვა უბრალოდ ბევრი ფონდებია და ეხლა სოფლის მეურნეობაში მარტო ქართლის სოციალისტების წერილობრივლებობენ იმ მილიონებს რომელიც თქვა 6 წელს მე უნდა გადაიხადო დაფინანსებო არც მე არ მინდა რა ვიცი ქვეყანაში რომ მაგალითად ნებისმიერი მაგალითად ამერიკის შეერთებულ ნებისმიერი რომ იმან ანუ მიხემძღვანელოს ვინ უნდა იყო ჩემს ქვეყანაში არა მინისტრი თქვა ეს ზების დეპარტამენტის ფარცხალაძე პირდაპირ რუსეთის აგენტი იყო გამოჩერს ეხლა დამთავრდა ამას უნდა შევეგუოთ ჩვენ ეს არის დავამთავრეთ ხო მაგრამ ფარცხალაძე ვინც მთავარი პროკურორი იყო საქართველოსი რუსეთის პირდაპირ რუს აგენტია დღეს მოსკოვში ცხოვრობს და რუსული პასპორტი ბიზნესმა იმაში დაასანქცირეს იმის გამო რუსულ გავლენებს საქართველოში მასშტაბა რა ხეს უწყობს ამის გამო ასანქცირებთ ახლა თუ მას ვიძახით რომ ჩვენ რა მიზეზი არასდროს არ გაილევა თუ მე ხარ შამე შანსი როგორ არა სასამართლო რეფორმაში გაძლევ ფულს რომ დამოუკიდებელი მოსამართლეები ყავდეს ისევ თქვენ მოგწონთ მართლა ის რა ქვია გირგლიანის მოსამართლეებს ესენ დღეს რომ შეფები არიან მე მოგარგონა რომ მოგეწონოთ იმიტომ რომ თუ ჯერა იმის რისკი არის მართლა მომისმინეთ ყველაფერი არის შედარებითი ჩვენ თუ შევადარებთ 2015 წლამდე ადამიანი თუ შევადარებთ გაცილებით მოსაწონია აი რადიკალურად განსხვავებული მასაჟულება არა იგივე კოპი პეისტი გაკეთა და ხარება რომელიც ორგვამს ითხოვდა და იქ იყო ვიდეოში ვანამერაბებს ხვდა და დღეს ქუჩაში ხალხს არბებს კაცო და ბავშვებს ასახიჩრებს და დღეს რაც ნახეთ შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს საქართველოს რომელიც მაგის სიაში შეყვანა რომელიც არის მწამებელი ოფიციალურად სოფლიოში არა მომისმინეთ ეხლა ეგ ფასებებია რაც არ მოგზავნოს ეხლა მე არ მომწონს რომ ჩემს პოლიციელს ესვრი ქვებს მე არ მომწონს რომ ჩემს პოლიციელს ესვრი პიროტექნიკას მე და მაგალითად აბრმავე ბასახიჩრები არ მომწონს ბასახიჩრებული ხალხი ამიტომ ან მომისმინეთ ხო და მე ეს არ მომწონს ამიტომ ვიძახი რომ ყველაფერს თავის ქალები აქვს ჩალეცილი თუ ჩვენ საუბრობთ კანონიერებაზე ნახე დაგეგმილი გეტყვით რა თუ ჩვენ კანონიერებაზე საუბრობთ მაშინ ჩვენ მარშრუტკები მხრივად უნდა შევაფასოთ საკუთარ სამინისტროს სადაც აწამდნენ 500 ადამიანს შეყავდა დაპატიმრებდა და იქცემდნენ ომში რუსები და რუსებს დაიჭერდა ქართველი ჯარისკაცი ტყვეს მე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ის აქციები რომლებიც იყო დაორგანიზებული და სამწუხაროდ ბევრი ბრმა იარაღად იქნა ახალგაზრდების მეშვეობით გამოყენებული ხო ქართველი ახალგაზრდები პიროტექნიკას კი არა ადამიანებს და ლეწავდნენ უნდა ვეძებოთ ჩვენ პრობლემა იმაში რომ ეგრეთ წოდებული NGO-ები რომლებიც ჩვენი ქვეყნის მტრები არიან პირდაპირ იგეგმებით ჩემი შეფასებით რომლებიც მილიონობით დაფინანსებას იღებენ ნიკა მილიონობით დაფინანსებას იღებენ შენ ხო კარგად იცი ხა გარკვეული ხარ ეგეთ საკითხებში რომ NGO-ები რომლებიც არიან წარმოჩენილი ესე ვთქვათ პრო წამებელი წყალებში დასავლეთ ეგენი აფინანსებენ ყველაფერს წამებელი ოფიციალურად წამებელი არის რომლებიც იმართება აქციები გომელაური ანუ რატო მაგზის სიაში არის ადამიანები შენ ამბობ რომ უშუალოდ აწამებს გომელაური ბრძანებით აბა ვინ აწამებს ანუ ეხა უყურეთ გომელაურმა ჯერ ისე ბრძანებს აწამებს თვითონ დათარეშობენ წამება ისეთი რაღაცა ხო ჯერ უნდა იყოს დადასტურებული დააკავებს ბორკის დადებენ და კლავენ ცემას მაგას შესაბამისი ორგანოები არიან იკა თუ ვინმე აწამებს და თუ ვინმე გადაცდება ვინ წინახელს ბრძოლობს გადაიყოლა იმ ორგანიზაციამ დღეს გამოდოთ თქვენს რომ მაგას გამოიძიებენ და ეხლა რა შეეხება კიდევ ერთხელ ვიძახი რომ როდესაც აი ხა უყურე ძალიან მარტივ რაღაცას მოვიყვან მაგალითად ძალიან აწამში რა გერმანიის კანცლერი გამოდიოდა და მოძღვრავდა რომ როგორ არ შეიძლება გადამეტება მოხდეს ხო აი მე საშინელი კადრები იყო როგორ არ შეიძლება გადამეტება მოხდეს მანქანებს აჯახებენ აქტივისტების მიმართ და თავად იქ პოლიციელებმა რა უკნეს გერმანიაში რა უკნეს ნომრებიც არა ხუთი კაცი მოკდა. ხუთი ადამიანი მოკდა. დაიჯება კი არ დაიჯება, ეგ არის. მოჩვენებითი შეგეუნებიან. ნახე, შეგეუნებიან, ესე უნდა მოიქცე და თვითონ უფრო სხვანაირად იქცევიან. იმიტომ გეუნებიან. როცა აბყელებდნენ მას. როცა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მაგრამ ევროპა იქნება საფრთხე და ევროპა. ევროპა. ხო, მაგრამ ჯერ არ შინაგან საქმეთა მინისტრია გადამდგარი და როცა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება საფრთხე
პოლიციელებს აქაც დასვა. როცა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ეკნება სოფლიოში ყველა შეძახი ესე ანუ მაშინაც მოწოდებს სიმაღლეზე იყვნენ როცა მდნენ ხალხს ქუჩაში 7 ნოემბერს მე ვიძახი რომ როდესაც საფრთხე ექნება მე არაფერს არ ვაპრავებ მე ვიძახი რომ 7 ნოემბერს და 26 მაისს პრეზიდენტი გადადგა შორის იქ რო ვიდექით ჩვენ 7 ნოემბერს და 26-ში მე რო ვიდექით არავითარ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ ყოფილა ან სროლა დროშის წარებით პოლიციის მანქანას ამტვრევდა და ორი პოლიციელი მოკვდა ეხლა გადაუვარეს თავზე აი იქ არ სროლა არ ყოფილა ხო გადაუვარეს ორი პოლიციელი ხო მოკვდა 26 მაის ეგ კორტეჟმა რო გადაუვარა იქ სხვა რაღაცა ოპოზიციონერის კორტეჟი არა ბატონო ეხა ეგ ეხრე რომ მხრიდან იყო ეგეთი რაღაცა არ ყოფილა იყო კომპლექსი და მთელი ამბავი ჩვენ არ კომპლექსი ხარ და არ ეგ არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული და აი რო ამხელა რაღაცა პიროტექნიკას ესწრი მით უმეტეს სამართალ დამცველს ამაზე რომელიც არც ერთი ადამიანი არ არის დაკავებული ისეთი გაზი იყო გამოიყენეს იქნებოდა დაკავებული გაზი იქნებოდა ევროპაში გამიგდება გაზა ახალგაზრდების ბოლოდან ანუ ვერ ხვდები ნახეთ უყურეთ თქვენ ერთ მხარეს ხედავთ რომ დაჭერილი კაცი არ უნდა ცემო ამას ხოთა ხდება დაჭერილი კაცი არ უნდა ცემო ამას გეტყვი ყოველთვის მე რა ვადაცემო არა მაგას ყოველთვის დაჭერილი კაცი უყურეთ თუ ვინმე რაღაცა გადამეტამეთქი ხო მაგი გამოიძიებენ მაგრამ ჩვენ თუ იმას ვაფასებთ ბოლოს რადო იცი ჩვენ თუ იმას ვაფასებთ თავიდანვე იკავათეთ აღარ არის ჩვენ თუ იმას ვაფასებთ რომ როდესაც ვითომ ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან რომ ეს არ უნდა მოიქცეთ თვითონ უარესად იქცევიან მაშინ ანალიზი უნდა გავაკეთოთ ჩვენმა ქვეყნებმა და ჩვენმა პოლიციამ ჩვენმა პოლიციამ ძალიან დიდი მადლობა ნიკა ნარსია და ალექსი კობაიძე